მანქანებზე ვართ მოსული გოგოებო და რა ვიცი ვათვარიელი. დილამშვიდობის ჩემო გოგოებო, როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად ყველა? გუშინ ხო იცით, ქვეყანა როგორ წოდა, როგორ ცხელოდა. ეხლა კარმაჩავთ, ისეციო სახში. არ ვიცი, რა უნდა შეიცვალოს ადამიანმა აღარ იცი. გუშინ მანქანაზე ვიყავით და ვინ რო გათვალიერებინებდა ის კაცი იძახის. მანქანაში მაგ 1-5 დასაცმელიო, კურტკაო, სქელი კურტკაო, ჟაკეტიო, აი იმათ ხო ქუჩაში უწევთ რა, გარეთ დგომა და ესე იგი რა ჩავიცვა აღარ ვიციო რა, ისეთი რაღაცნაირი უჩვეული ვამიდები. ეხლა ცივა. სახში მე მცივა იქ ჩემი სადამ აქ. შალი. ავაზი მკითხეს რომელი ავაზი რა ჩაიზე, რომელი ჩაიაო და სისაულის ჩაია არ დამავიწყდეს კომენტარებს. პირველ რიგში უნდა გავცი ხოლმე პასუხები. მე კიდე მომწერა რატო არ პასუხობ ჟანაო და ვის არ პასუხობ, ყველას პასუხობთ რა ვიცი. შეიძლება ის დაგვარად. რა ისა მომწერა მე მგონი. მე ტელეფონსაც მოვიდა, პომადაც უნდა გაჩვენოთ ჩემი მართლა. დამავიწყდა, უნდა მეჩვენებინა. მოვიტანე ჩემი პომადა, ჯერ ამინდი გაჩვენოთ რა ხდება გარეთ. აი რა ხდება, ნახეთ. ნახეთ რანაირი ამინდია. რა გავაკეთო დღეს არ ვიცი. ესეთი. ჩემ პომადას ისეთი წვრილია დაწერია გოგოებო, რომ მოდი წაგიკითხავთ ნომერს. 41772 არის ამ პომადის ნომერი. 10 ლარამდე დღეს მგონი, მაგრამ მე ფასდაკლება იყო რომ ვიყიდე და 6 ლარი მივეცი მგონი. აი ეგეთი. გუშინ მქონდა ისეთი მაღალი წნევა, შემეშინდა. ისეთი მაღალი წნევა მქონდა. 160-ზე რომ აქ მე წნევა, ანუ ეს არის ჩემი ნორმალური წნევა, როცა ვარ ძალიან კარგად. და 140-ზე მქონდა გუშინ და წარმოიდგინეთ თქვენ როგორ ვიყავით. ლეილა მომწერა კომენტარებში ესეთი რაღაცა, რომ ჟანო გადაიღალე ემოციურათო და მართალი ხალე. ეგ არის 100%-იანი, გეთანხმები, გადავიღალე ძალიან ემოციური და მაგიტომ. მან მაღალი იყო ეგ ჩემთვის მაღალი წნევა. ყავა უნდა დავლიო გოგოებო. თან რაც მე ვჭამე უკვე ოღონდ დილით აუცილებლად რაღაცა მივითმევ და მერე დავლევ ყავას. აუცილებლად. შიერ კუჭზე აღარ დავლევ. ერთ კვირიანი გამოცდა ჩავატარე, თან ყოველდღე არ დავლევ. ყოველდღე აღარ დავლევ. ჩემ თავზე და წნევებიც ამივიდა, მაგრამ ეხლა არ ვიცი მე. ემოციურადაც გადაღლილი ვარ, მაგრამ იქნება მის ბრალიც არის, ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ ზედა ჩემმა დაანება ერთხელ თავი მახსოვს ყავას და იმასაც წნევები მაღლა წაუვიდა. უნდა დავუიყო ერთი და უთხრავა. ზუსტად შემახსენოს, მე ეგრე მახსოვს, რომ თავი დაანება ყავას იმის გამო, რომ წნევები აქვს მაღალი და ყავა უფრო მაღლა მიწევს შვილო და თავი დაანება და უფრო მაღლა წაუვიდა წნევები. მეც მის ღემში წნევა არ მქონია და არ მაქვს ხოლმე. აბა გაგიგიათ, ჩემ პირიდან რომ წნევა მქონდა გოგოებო, არა. წნევები არ მაქვს მე. გადავიღალე კიდევაც ის მანქანის ამბები. გუშინ მოვიყვანეთ მანქანა გოგოებო, ისე მიხარია, რომ რა ვიცი, გამოვიყვანეთ, რა თქმა უნდა, ეხლა უნდა ვიხადოთ ჯერ თანხა. ეგრეთი მარტივი არ არის მანქანის ყიდვა, ძალიან ძვირებია, მაგრამ რაც იყო შესატანი შევიტანეთ, გამოვიტანეთ და რა ვიცი, ძალიან მიხარია რა.
გადავიყალე ამ ემოციებისგან. ანუ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ჩვენ მანქანაში და არა სხვის მანქანაში. ქირით გიაიხდი და სხვის მანქანაში, ხო, ჰაერში იყო ეს ფული. D-ვიტამინი W1. კარმა ჩავთე, მაგრამ ჯერ არ დათქვა. აქეთ ცივა. თეთა რა არის ეს გუშინ რა იყო, როგორ ცხელოდა. ღმერთო, აი მართლა ისე ცხელოდა, რომ ესეთი ის მოყვებოდა წვიმა და სიცივე. D-ვიტამინს ვეძებ. აი აქ. პატარა პური. მოვჩი მგონი, როგორც იქნა. გავედი გოლოში. ძალიან ცოტა გამაქვს. ასაც დავლებდა. ეს არის და ეგ. აიგად ვარ დღეს გოგოებო. აუ გადავიტანე მგონი ყველაფერი. რაც იყო გადასატანი, რაც იყო დასალაგებელი დალაგდა. სამსახურის ამბებზე ვერაფერს ვერ ვარჩევ, მე არა უშავს მოვძებნი. ამით ქარება არსებობს საერთოდ. საერთოდ ასე რა მიშქარება. სამიქა. მოვძებნი იქამდე სანამ ძალიან არ მომწონება. რამე სამსახური. მივიდე და წამოვიდე ეგრე აღარ მინდა. უნდა მომეწონოს ძალიან ჩემი უნდა იყოს და აი მაგ შემთხვევაში გავალ. საპამპულაო და რამცალია, მოდით და გაკვირდებით და ესეთი რაღაცები არ მინდა. ან ამიყვანე, ან არა მაქვს მე მაგდენი დრო, მართლა არ მაქვს რა. მართლა არ მაქვს დრო ეხლა, რომ დაგაკვირდებიზე 5 დღე მომუშავა და მე მითხრა, რომ არა არ მოგოწონე, რომ დაგაკვირდით. მე არ ცალია მაგეებისთვის. Se va ვნახოთ. და როგორ იქნება? ასე რომ ასე. იქით ხარ წავიდეთ, იქით დათბა უკვე. ცოტა თაფლით დავატყობ ხა ჭავას. შემოგოყვება ესე. მე რო ცუდად ვარ, თქვენც ვეღარ გახარისებთ და მაგაზე წდება ხოლმე გული, რაცნაირად. იმიტომ რომ ვიცი რომ მელოდებით, მაგრამ ის რა არის გოგოებო, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. TikTok-ზე როგორც აჩვენებენ ეგეთი არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ცეკვა, სიცილი, კისკისი და სულგართობა ადამიანს ღლის, აი ეს მდგომარეობა ესეთი როგორც ახლა მე მაქვს, ესეთი უფრო არის ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად, ანუ და არა ის რა ქვია ცეკვა თამაში, თუმცა ჩვენ ნახეთ როგორ არის
ჩვენი ყველაფერს ვცდილობთ. ანუ ძირითადად უფრო ესეთები ვართ ჩვენ. ვფიქრობთ. ალბათ ყველა ადამიანს უყვარს, ხო? ფიქრი, ვიწყენთ ზოგჯერ. მაგრამ იმას ვცდილობთ ჩვენ, ნახეთ, ვცდილობთ, რომ რაღაც პატარ-პატარა რაღაცეები გვახარებდეს. და რა თქმა უნდა ვეცადოთ, აბარა. და მე ამას ვაკეთებ ხოლმე, რომ თქვენს გადმოგდოთ და თუმცა არც იმას არ ვმალავ ხოლმე. უფრო მეტად მიყვარს, რომ გაჩვენოთ პოზიტივი ჩემი და კომენტარებშიც მოდის, ხედავთ თქვენ ამას და მე ძალიან მიხარია. პოზიტივი რომ მოდიოდეს ჩემგან, იმიტომ რომ პრობლემები ყველას აქვს, ხო? და რაღაცნაირად ადამიანს უნდა ამ პრობლემებისგან ცოტა რომ გადაერთოს სხვა რამეზე და მოусმინოს ვიღაცას, ვინც გაამხნევებს, ვინც გაამხიარულებს, ხო? არ ვეწინააღმდეგებით ცეკვა თამაშსაც მე, იმიტომ რომ ეგეც სასიამოვნო არის, როცა უყურებს ზოგს, ისე ძალიან უხდება მართლა და ისეთი აურა აქვს, რომ ნამდვილად ცუდი არ არის ეგ. რომ უყუროთ ეგეთ მხიარულ რაღაცებს, ვიდეოებს. გემრიელია ჩემი კავაკალი გამოვიდა. მომენატრა თან, ეს კვირა არ დამილებია. კაფე არა აქვს. ეხლა რომ მოვურიე, მაგიტო არა აქვს კაფე. თაფლი ხო დავამატე და მოვურიე. ასე რომ ჩვენ თავებს ამ ყველაფრის უფლებაც მივცეთ. მე დავიყარე ეხლა და რა ვქნა. გადავიყარე ძალიან. ძალიან ბევრი სიახლეა. 2025 წელი ჩემთვის არის. არ ვიცი ეს წელი არასოდეს არ დამავიწყდება. ძალიან დიდი გარდამტეხი ახალი კარი იხსნება, არა მარტო ერთი და ჯენიკას ჯარზე ძალიან მინებიული. მერე ფეხზე ვინებიული გოგო. მერე მანქანაზე გასაყიდი რო გქონდა მაგას განვიცდიდი. ახლა ყიდვაზე მთელი დღე ვიარეთ გუშინძეზე. მთელი დღე ვარჩევდით. კიდე რა იყო ძალიან ისეთი ხო ვილაპარაკე წინა დღეებში, ხო გიყვებით ხოლმე, ანუ ძალიან რაღაცნაირი სხვანაირი წელი არის, სხვანაირი. აი წინა წლებისგან განსხვავდება, თუმცა წინა წლები ისიც მომდევს, ის დიდი ნერვიულობა ჩვენებზე. ეგეც მომდევს ისე, ეგ არსად არ გამქრალა. მომდევს კი, ძალიან ვინერვიულე და თან შემეშინდა კიდევაც მაშინ, რომ როცა სიცოცხლეს ეხება საქმე შენი ადამიანის ოჯახის წევრისა და მშობლის მით უმეტეს ძალიან ძნელია. მეკითხებით ხოლმე დედა შენი და მამა შენიო და როგორ არიანო, რატო აღარ ლაპარაკობ ჟანაო და კარგად არიან, კი ულეკავ ხოლმე ყოველდღე. არ საუბრობ, არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ეგ თქვენთვის. კარგად არიან. ხო და ეგ სტრესებიც მომდევს და ყველაფერი კარგად იქნება, ჩაწყნარდება ყველაფერი, ცოტა მეტად ემოციური ვარ ალბათ მე, უფრო მეტად ვიდრე სხვები, რომ უყურებ. ზოგი არც ამჟღავნებს, რომ ემოციურია და ეგ უარესი შეიძლება ისე უზბად რაღაცნაირად მოგწყვიტოს ამ ყველაფერმა. დახმარება უნდა ითხოვ აუცილებლად, როცა გჭირდება და გია ძალიან მეხმარება. გუშინ გვერდზე მიჭდას, მთელი საღამო. წავედი წამალი ვიყიდე, ნევის წამალი არც მქონდა სახში.
საიდან მექნება რა თმინდა, წნევა მის ღემში არ მაგდა. წნევის წამალი რატო დამჭირდებოდა, ხო და ღამე წავედით გვიან უკვე ჩვეულებრივ პატარა აფთიაქები აღარ მუშაობდა და ავერში ჩავედით 24 საათიანში თუ პსპ-ში. და იქიდან ამოვიტანეთ წნევის წამალი. კაცო ვფიქრობ, ბუტლი იყო ძალიან ბევრი იქ, ალერგია მაქვს, აზმიც მქონდა და მაგიტო ალერგია მაქვს, მაგრამ არანაირი გამონაყარი. მე ალერგია რომ მქონდა მათეზე, ჯერ გამონაყრით მეწყებოდა ხოლმე და ალერგია რო იყოს ვფიქრობ კაცო, არ არის ეს ალერგია. მაინც ვიყიდე დექსამეტაზონი წამოვიდე სამში. მერე ხედავ რო არ გადის ეს წნევა, არ ჩამოდის დაბლა და იქვე დავლი აფთიაქშივე დავლია წამალი რომ მეთქი სანამსახში ავალ ახლა იმქონდეს. ნერნელა გოგოებო, როდის ხანთ მიწვაში ჩავყებ ხი ხან ესე როდის ჩამოვიდა წნევა დაბლა. აი ესეთი ამბებია. მე მიხარია რომ ამ ყველაფრის მოყოლა თქვენთან შემიძლია. ძალიან სუდი თვალებიც მიყურებს და უბლოკავდა, ხო ვიცი რომ მაინც მიყურებენ. ბლოკის მოხსნა ყველაზე რომ ყველა რომ გავანთავისუფლე ამ რაღაცნაირად შებოჭილობისგან დამანახა რომ ეს იყო ძალიან ცდარი აზროვნება ჩემგან. ძალიან ცდარი, ეგ არ უნდა გამეკეთებინა გოგოები. ეგ არ უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ადამიანები ეგრე ადვილად არ იცვლებიან რა, იგივები წერენ ზუსტად ერთი სიბოროტეც დაუბრუნე გუში. ვიცნობ. თან მახსოვს სახელები. ძალიან კარგად. მე არაფერი არ მავიწყდება. ბავშვობის აკვანში რო ვიწექი, ისიც მახსოვს. ახლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მახსოვს მამაჩემი რომ აკვანში ვიწექი და მამაჩემი რომ კარებს და ჩაკვნებდა და შემოდიოდა, ეგ მომენტები მახსოვს. უნდა უნათ რა თქმა უნდა. ძალიან კაი მეხსიერება მაქვს და ხელახლა ვბლოკავ ყველას ახლა, რატო? რა ძალა მათგა, რატო გავირთულე? ნუ არა უშავს, გაკვეთილი იყო ეს ჩემ სასწავლებლად. წავედი. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მე მინდა რომ ორი ვიდეო ისევ დავაბრუნო ჩემ არხზე, ვიცი რომ მოგაკლდით, მომივიდა რამდენიმე კომენტარი. ეგეთი მიყვარხართ ძალიან უთქვენოთ. თქვენთან ერთად უხვადვილია ცხოვრება ჩემთვის, გოგოებო, ძალიან მიყვარხართ. ჭარბის ფანქარი დამავიწოდა, მაკიაჟი რა თქმა უნდა გავიკეთე, იმდენი ხანი მონდებით, ამდგე ვარ დავიკეთებ ხოლმე ამ მაკიაჟს 2 საათი, მაგრამ ძალიან მიყვარს. ძალიან შემიყვარდა. ძალიან მახალისებს დამახალებს. გავიკეთებ ყოველთვის. არც ყვირის, ხო არ ყვირის. ნამდვილად არა. ეხლა კიდევ უფრო გავლამაზდები მალე. არ ვიცი გითხრათ თუ არა. მე გიტყვით მოდი. მე გიტყვით. აყოლებს. დაგაჩვენებთ. მიყვარხართ, გაკოცეთ და დროებით, მშვიდობებით. მოვალ თუ დღეს შევძელი.